გაიდა მამისა და დადისა და სულისა და ამგვარად ქვია ხსენება ადამი რო განიდებნა 64-დან და დედამიწაზე ნათქვამია რომ დედამიწა არის 64-დან გადაივიდა ყოფათა რა განიდებნა ადამი იმიტომ რომ ადამ და ევამ შეჯამეს აკრძალული ხილი და დაცემამდე ადამმა და ევამ არ იცოდა მწუხარება არ იცოდა ავანტყოფობა და დაცემის შემდეგ სიკვდილი არ იცოდა შემოვიდა ფიზიკური შემოვიდა შური სიზვილი და ის ვისაც წმინდანები ქვია მამა ანტონი რომელიც მისმარცეს სისვარ ხისი მამები ხისი დედები მათ მიაღწიეს გამხდობას დღეს არ კიდე გაბრიელ სალოსის სცენების დღე იმანაც გამხდობას მიაღწია და რო დაემალა თავისი თავი სხვების წინაშე ამიტომ სალოსობა და ისე იცოდა ზოგადად ახალ გიჟიგონია სოს მოთიგონია სოს კიდე უარესი ამას ქვია სალოსობა რა ქრისტესთვის სულელი ისე იცოდა რომ სოს ახალ გიჟიგონია და ზოგი კიდე პატიას განიკითხავს რატო შეაჩერავ იმიტომ ახლა მე რომ ამ მოდელმა რო დაისვას მოგიჟიანება და რომელი პატრიარქი გააჩერებს და არის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში რომ მამა გაბრიელი კურთხებას იღებს და ხელზე ემთხვევა პატრიარქს და შეადამბო რომ პატრიარქი არის მთის წვერზე შევა მთის ძირას ისაც ხედავთ ჩვენ ხედავთ ამიტომ მოდის გინება სიზული ზოგიერთისადმი და პატრიარქს უთხრეს რომ გისმენენო იმაში ტელეფონში და მომისმინონ და მომისმინონ კიდე რას პატრიარქების უსმენს ხმელსა და ხმელს უსმენს იმას დაბარაგობს რაც ხმელს გაიხარდება და წაიკითხეთ ეპისტოლეები აიდაუშვეთ ზვიადის დრო რო იყო რასზე და როგორ უნდა და ეს შერიგება ესე იგი მოწინააღმდეგე მხარეების ეპისტოლეები წაიღეთ იმიტომ ყველა არის ეპისტოლეები პატრიარქის საშუბაო საადგომ და ნახავთ ყველაფერზე მიიღეთ პასუხს ასევე ყველაფერზე პასუხს თუ ქრისტიანი ხარ საიდან გებულობ სახარებიდან და სახარებაში აზერია როგორ ზაპატიებო ისე გეპატიებო მოგილეს შვილი როგორ უნდა აპატიო მაგრამ მამაოჩვენო ხო ვიცით რომ სახარებას არ უსმენთ მამაოჩვენო დაუსვინო თუ მოწმეები ხარ მაპატი მომიტევე თანდებნი როგორც მიუტევებ როგორც ვაპატიებ ისე ვაპატიო შეიძლება მოგლა ყლელი გუს მოიჯან გუს მოიფხამარა შენ თვითონ ყლელი ხდები და რას მოუდან იმის სოლებუც ძმა იქნება თუ შვილი იქნება ვერაფერს ვერ მიუმატებ პირიქით პატიებით მიუმატებ მიცვალებული სულსა იმასაც შეენდობა იმის სოლებუც რაც დაუშევებია ცხოვრებაში და ვინ არის ანგელოზი დედამიწაზე შენ რო გებადიო და შენი ძმა იქნება და შვილი იქნება რო ებადიოს შენს უნდა აბადიო ულეს და რამდენი ადამიანია საქართველოში აბორტია გაკეთებული ახლა შენ რო გული გუდება რო გდება ხალხი თუ მე ყველაში 7000 შეიძლება მეტიც გდება უკრაინაში მაგრამ რამდენი ადამიანი გდება საქართველოში ვისაც ქრისტიანები ქვია აბორტით და მამა გაბრიელის მაგალითს მოუყარო თვითონ შემწეობას და როგორ დაგეხმაროთო როცა შემშიოსო სიშიახსო ხელები აბოძია ლაპარაკი ამიტომ საშველი რა ეს ზოგი დასიმით ლაპარაკობს საგვეშველება ამის უწმუნოა ჩვენ დაგვცინით სოციალურ საქართველოს გაგწინდება იმიტომ დაგვცინით რომ რა დღეში ვართ დედა იქა შვილი აქა ცოლი იქა ქმარი აქა აი ზაფხულში ჩანს ვისი შვილები ვართ დროის მოდის და არა ღმერთის და გვინდა კარგად ყოფნა უნდა გავხდეთ ღმერთის შვილები გამოფენაზე კი უნდა გამოვიდანოთ ახან სიცხეა ახან მოდაშია ჩვენ შეუგი და ამაში მამაკაცებიც უწევთ ხელსა და მუსულმანების მონების ქვეშადო ვიყავით ხშირად იმიტომ რომ მუსულმანები რაც წამთ იმას იცავდნენ და იქ აბორტი ნაკლებადაა მიღებული და ნახვაში შვები ადალიან ამიტომ ღმერთი უშვებ და მაგალითად მე-6 საუკუნე ჩვენი ესე იგი ქართველები ვის მონობის ქვეშ იყო ირანელების და ირანელები საერთოდ ვინ იყვნენ მაშინ მაგათთვის ღმერთი იყო ცეცხლი და შეიძლება იყავ მაშინ მონობაში იმიტომ რომ როგორც ახლა ეტობა მაშინაც წინაპრები ცოდავდნენ და ასევე ბიბლიის მაგალითი მომყავს ძველი აღთქმა არის ებრაელთა ისტორია იქანი ჩანს როგორც კი ებრაელები მისცემდნენ ღმერთს ღმერთი უშვებდა მაგათ მონობას ამიტომ რუსებს კი არ უნდა აგინო არა რომ მოდის სტუმარი მე რო სოხუმელი ვარ მიშველის აქ რუსები თუ გავყარე და ვაფოთხე და ვაგინე
ან თურქებს თუ დავერია ერთგვარი შეისთვის საჭარაზე ან დასავლეთ საქართველოსზე ეს ხო თან სასაცილოა თან სადირელია თან ქრისტიანი არ ხარ თან სიზულში თუ მოხდები ვერ ცხონდები რა გვიშველის სიყვარულის ნიჭი წყარო ვინ არის ღმერთი ამიტომ ამ ხათან მithumedes მარხვა იწება იკითხება ეფემასურის ლოცვა და ყველას გეჩვენებთ მარტო მარხვაში კი არა აღგომის ყოველდღე სამოს ვკითხოთ ეს ეფემასურის ლოცვა რაზე იქ მეთო მომაიჭიო სული სიწმინდისა სიმდაბლისა მოთმინებისა სიყვარულისა მაგრამ ერთია თხოვნა და მეორე კიდე ზიარების საიდუმლოება ზოგ შებას გული უგდება რომ შულებმა მიატოვეს სიარული ძირვაზე მაგრამ ძალით მეტისგან არის თავისუფლად ძალით მეტი არავის არ აცხონებს მეტად უნდა ვიყოს ჩვენ შვილებზე ჩვენ უნდა ვიყოთ თვითონ მაგალითი შვილმა თუ დაინახათ სოქმან შორის ჩხუბია ან ტყუილია რაც ამ დაილაპარაკოს შენ თავს ფასი ეკარგება უნდა გავხდეთ ქრისტიანები არა მარტო ენით თუ ენით არამედ ცხოვრების წესით და იმას ქვია სინანული და სინანული მოგცეს ღმერთმა ჩვენ დანაც ღმერთმა არს დაიყოს